უფლება ერთი გეკითხებით რა უფლება აქვს ამ ხალხს წართმეული არა თანასწორობას ითხოვე გადახედეთ ხელისუფლებას გადახედეთ ოპოზიციას გადახედეთ ტელევიზიას თუ ვინმე სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელია ყველაზე მოთა თუ კაცები არიან და თუ ქალები არიან და თუ თავს რაღაცა თვლიან გამოვიდნენ და აღიარო დაგვღალამ ლატენტური გეების ფარულმა მხარდაჭერა რა გინდათ რა სერჩით ამ ქვეყანას რა დაგიშავათ ქართველმა ერმა ამის ფასი აჰა გაეროს იდეალებზე უნდა აღზარდოთ რა შვილები ილია ჭავჭავაძე არ ყოფნით ენა მამული სარწმუნოება ეს არა აღირებულება გაეროს იდეალები ყოფილა და თანასწორობაო თანასწორობა კი არა უპირატესობა როდესაც უმცირესობა ბატონობს უმრავლესობაზე ამას თავისი სახელი ქვია და ამას ქვია აპარტეიდი არა აქვს მნიშვნელობა აპარტეიდი იქნება კანის ფერით თუ იქნება კლასობრივი და პოლიტიკური შეხედულებები ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა არის ტრადიციული ქრისტიანული მორალით აღზრდილი და კავკასიის შვილი არ გვინდა ბატონო თქვენი თავსმოხვეული იდიოტიზმი გუშინ წინ ჩემგვერდით დგას ასე რომ ვთქვათ გუშინ წინ ფილმი რომელიც იყო იქ ნაჩვენები ომის მონაწილე კაცი შინგისის მონაწილე კაცი რომელიც ყველას დაგავიწყდათ ჟურნალისტებს ვეუბნები და ხელისუფლებას ერთი გადარჩენილი ცოცხალი ვაჟკაცი და იქ სრემლების ზღვა იყო ბევრი ნიანგის სრემლების ზღვა ახლა კვნესა უნდა ისმოდეს იქედან გუშინ გავრცელდა სოციალურ ქსელში ამ სისაძაგლის და მარაზმის კადრები მე გამეორებაც კი მიჭირს მაგრამ სიმძიმეა რეალობას უნდა შევხედოთ თვალებში ხალხო კაცი კაცის გვერდით ფერება ჯანდაბა გასაგებია ხო ვიცით რასაც წარმოადგენს ჰომოსექსუალიზმი 21 საუკუნეში არ აღმოჩენილა ძველი საბერძნეთიდან მოდის და გასაგებია ეს ყველაფერი მაგრამ დააკვირდით ხალხო გულზე ჩამოკიდებული ჯვარი ქართული ფაფახი ქართული ცეკვა რომელიც აღიარებული არის მსოფლიოში როგორც ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა მსოფლიო ერების რა უნდა ჩვენ კულტურასთან რა უნდა ჩვენ რწმენასთან რა უნდა და ვაჟკაც ბიჭებთან ვერ გამიგია მე თუ ამ ხალხს ასე ძალიან გენერაცია არ აძლევთ გონებას და მანდამაინც სექსუალური ხრიდან უნდა იყუროთ ყავდა საქართველოს ისტორიაში ადამიანები რომლებიც წარმოადგენდნენ ამ თემს ასეთი იყო ელდარ ფარაჯანოვი და კარგად იცით რა პატივს სცემდა მას ქართველი ერი თუ მაინცა და მაინც ცეკვა და ჰომოსექსუალიზმი აძლევდათ ამათ აზროვნების საშუალებას ხელოვნების ნიმუში შევქმენითო რა ხელოვნების ნიმუში უნდა შექმნან ამ ავადმყოფებმა როდესაც ქართულ კინოს შეხედავ როდესაც მონანიებას შეხედავ როდესაც დატატუტაშკიას შეხედავ რაზე უნდა ილაპარაკო მაგრამ კარგი ჯანდაბას რადგანაც მოისურვეს და თქვეს რომ თურმე აი ეს ჰომოსექსუალიზმი და ცეკვა ერთად ხელოვნება ყავდა ისტორიაში ყავდა და სადა ქვეყანა მიცოდა ვახტანგ ჭაბუკიანი რომ წარმოადგენდა სექსუალურ უმცირესობას მაგრამ იყო ქართული ბალეტის ფუძემდებელი ბალერონი და ამას ხელი არ შეუშლია მის ჰომოსექსუალიზმს რომ ქართველი ერისთვის ყველაზე მეტ დასაფასებელ ადგილზე მთაწმინდაზე ილიას გვერდით ზიადის გვერდით და სხვა გამოჩენილი ქართველი მამულიშვილების გვერდით დაკრძალულიყო მაგრამ ამათ ეს არ ჭირდებათ ამათ ჭირდებათ პროვოკაცია რომ თურმე ისინი დაჩაგრულები არიან თურმე მათ დევნიან ვინ დევნის რა უნდათ ვერ გამიგია მე და თქვენ თუ რამე გაიგეთ ვერ ხვდები აქ არის მარტივი ერთი რაღაცა ესენი არიან როგორც იდეოლოგიურად ისე პოლიტიკურად გაბატონებული სოფლიო სექსუალური LGBT სექსუალური ლობის შვილები რომლებსაც თქვენ აქ ცნობებზე იქეთ არაფერი არ გააჩნია მე ყველა ეგეთი მეწოდება გულით მეწოდება კაცი ვარ და პირდაპირ ვიტყვი კაც რო ქალის სილამაზით ხობა არ შეუძლია ის არის უკანასკნელი და ტრაგედია მის ცხოვრებაში და მე უყურებ მას როგორც გაჭირვებულს აქ ვიღაცა პრადვინუტები გამოხდებიან წყალებში და იტყვიან სოფლიო ტელევიზიებმა სოფლიო სამედიცინო ორგანიზაციებმა ამოიღეს
მე მიმიფურთხებია იმ სოფლიო სამედიცინო ორგანიზაციისთვის, სადაც სიყვარული ადამ ხანს და ვაჟს შორის სიყვარული არის შეტანილი დაავადებულთა სიაში და სადაც ჰომოსექსუალიზმი ნორმაა. მე ამის არ მჯერა და თქვენ თუ გჯერათ, გჯეროდეთ და თუ თქვენ ძალიან ასე გინდათ და გიყვართ ჰომოსექსუალები, იყავით ბატონო არავინ გიშლით, მაგრამ იცოდეთ, არ დაგწყევლით და არ ვიტყვით შვილები ესეთი გამოგივიდათო, მაგრამ თქვენ შვილებს ვერ გააჩენთ, იმიტომ რომ ეს არასწორი გზაა, როგორც ზნეობრივად, ისე ბუნებრივად. აქედან გამომდინარე, ნუ გვახვევთ თავს ამ სიბინძურეს. ძეგლის დებაში მე-18 პუნქტში არის ჩადებული შავით თეთრზე უდიდესი წერია თავიდან ბოლომდე. რას წარმოადგენს ჰომოსექსუალიზმი? გადაშალეთ და წაიკითხეთ. თქვენ თუ ამას ღირებულებად მიიჩნევთ, ქართველიერი ამას სირცხვილად მიიჩნევს. და მეორე და მთავარი, ჩვენ კონტაქტები გვაქვს, ვისაც ომის მონაწილეებთან, იქეთ ამ მხარესაც, რომელიც ენგურს გაღმა დარჩინეთ. გვეუბნებიან, რას დაემგვანეთ ქართველებიო. ასეთ საქართველოში ჩვენ როგორ უნდა ვიცხოვროთო? LGBT-ზე ვერ მოგივლიათო? კავკასიაა ხალხო ეს. იცოდეთ, ამას ბუნება ვერ აიტანს. ჩვენ თავი მოგვეჭრება სამუდამოდ ქართველ კავკასიელ ერებში. არავინ პატივს არასდროს არ გცემ. არც აფხაზებს და არც ოსებს საქართველოს შემადგენლობაში ცხოვრება არ ენდომებათ. თუნდაც მარტო აი ამ მიზეზის გამო და მართლებიც იქნებიან. სოდომ გომორული საქართველო აფხაზეთისა სამაჩაბლოს კი არა, არსებობის ღირსი არა და გვაკვაზი არ დარჩენია და თუ ამ გზით ვივლით, არც დარჩება. დავამთავრე, ვისაც გნებავთ.